დღეშვენი სტუმარია ეკა კუპატაძე. ქალი, რომელმაც საკუთარი შვილის გიგა ავალიანის მკვლელობის შემდეგ ალბათ ყველაზე მძიმე ბრძოლა წამოიწყო და აიღო საკუთარ თავზე. ბრძოლა იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელობა უბრალოდ ტრაგიკულ შემთხვევად, უბედურ შემთხვევად, ან ერთჯერად კონფლიქტად არ დარჩენილიყო და ბოლომდე დადგენილიყო, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ იყო პასუხისმგებელი და რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს გამოასალმეს. გიგას ისტორია განსაკუთრებით მძიმეა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი ერთი ძალადობრივი მოქმედების ისტორია არ არის. ის უკან იყო ადამიანების ჯაჭვი, გადაწყვეტილებების ჯაჭვი. და რაც ყველაზე მტკივნეულია იმ მომენტებში, როდესაც შეიძლებოდა რაღაც შეცვლილიყო, ერთმანეთის მიყოლებით ჩავარდა რამდენიმე ინსტიტუციური რგოლი. ოჯახები, ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს, ვერ ხედავდნენ ან ვერ შეაჩერეს ის გარემო, რომელშიც ძალადობა ნორმად იქცა. ან იქნებ ეს ძალადობა იყო მათთვის ნორმა. იქ იყო სკოლა და საგანმანათლებლო გარემო. ადგილი, სადაც ახალგაზრდების ქცევა, მათი ურთიერთობები და პრობლემები შესაძლოა უფრო ადრე ყოფილიყო შესამჩნევი. იქ იყო თავად სოციალური გარემო, ის წრე, რომელშიც ძალადობა, ანგარიშწორება და ადამიანების დამცირება გამოძიების ვერსიით უკვე გარკვეულ პრაქტიკად იყო ქცეული. იქ იყო საავადმყოფო, სადაც გიგას სიცოცხლისთვის ბრძოლა, როგორც წარიმართა დღემდე არ ვიცით, დაზუსტებით. იქ იყო პოლიცია, პროკურატურა და პირველი გამოძიება, სადაც აშკარად ხელსაფათურებდა რაღაც ინტერესი, ადამიანები, რომლებსაც სურდათ ვიღაცების სუფთად გამოიყვანათ ამ საქმიდან. ეკა კუპატაძის ბრძოლა იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ როგორც თავად ამბობს და როგორც საქმის განვითარების ქრონოლოგიიდანაც ჩანს, მას თავიდან არ მიუღია ის პასუხები, რასაც ელოდა. მას მოუწია საკუთარი შვილის საქმისთვის ბრძოლა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს ტვირთი სახელმწიფოს უნდა ეტარებინა. დედას არ უნდა სჭირდებოდეს გამოძიების მოთხოვნა. დედას არ უნდა სჭირდებოდეს მტკიცებულებების მოძიების მოთხოვნა. დედას არ უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოს დარწმუნება იმაში, რომ მისი შვილის სიკვდილი ბოლომდე უნდა გამოიძიოს. შვილმკვდარი დედა ბრალდებელი არაა. შვილმკვდარი დედა დაზარალებულია, მაგრამ ჩვენთან ხომ ასე ხდება. შვილმკვდარ დედებს უწევთ გამოძიება, მტკიცებულებების მოძიება და ბრალდებაც კი. გამოძიებამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და აკავა ორი გოგონა. ერთ-ერთი მათგანი ნია იმნაძეა, განსაკუთრებით საკამათო ფიგურად იქცა, რადგან მისი მიმართ წაყენებული ბრალდება უკვე აღარ არის უბრალოდ იცოდა და არ შეატყობინა. პროკურატურა მას წაქეზებას ედავება. ეკა კუპატაძისთვის მის ცოცხალ შვილსა და მკვლელებს შორის ნია იმნაძე დგას, გოგონა, რომელსაც შეუძლებელი არ სცოდნოდა, რომ გიგა ავალიანის შესახებ ადამიანების ცემასა და წამებაში გამოცდილ რაზმს შესჩივლა. არ სცოდნოდა, როგორ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას ამ რაზმის წევრები. ამ მორალური პასუხისმგებლობის არ დანახვა მხოლოდ იდიოტს თუ გამოუვა, მაგრამ რას ნიშნავს ეს კანონის ენაზე? როგორ უნდა დამტკიცდეს გონიურულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ეს? თუ გინდ ბოროტი და თუ გინდ ბრიყული წაქეზება. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე რთული სამართლებრივი და ადამიანური კითხვა. თუ ადამიანმა იცოდა ვისაც უდიდა ინფორმაციას, თუ იცოდა ამ ადამიანების ძალადობრივი ბუნება, თუ იცოდა რომ მათ კონკრეტული ადამიანის მიმართ აგრესია ჰქონდათ, სად გადის ზღვარი უბრალოდ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის წაქეზებას შორის? რა უნდა იცოდეს ადამიანმა იმისთვის, რომ მისი ქმედება უკვე სისხლის სამართლებრივ თანამონაწილეობად ჩაითვალოს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რა უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ სასამართლოში? ეს უკვე მხოლოდ გიგას საქმის კითხვა აღარ არის, ეს არის კითხვა იმაზე, თუ როგორ უნდა ითარგმნოს მორალური პასუხისმგებლობა კანონის ენაზე. მოგესალმებით ქალტუნეკა, მადლობა დიდი რომ ხართ ჩვენთან ერთად. მისალმებით. ბევრ თემაზე მინდა მოვასწროთ საუბარი და იმ კითხვებზე, რომელიც ბოლო დღეებში დაგროვდა, მაგრამ პირველ რიგში მინდა კითხოთ თქვენ პრაქტიკულად თავიდან მოგიწიათ ბრძოლა იმისთვის, რომ გიგას გარდაცვალების საქმე სათანადოდ ყოფილიყო გამოძიებული. პრაქტიკულად თაროზე არ შემოედოთ ეს საქმე. რა იყო ის მომენტი, როცა თქვენ მიხვდით, რომ თუ თავად არ იბრძოლებდით, შეიძლება ეს საქმე საერთოდ სხვანაირად შეიძლება დასრულებულიყო. გახსოვთ ეგეთი მომენტი, როცა ეს მიხვდით, რომ რაღაც სხვა იყო საჭირო? კი, მივხვდი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები ჩვენს მსმენელს. 2 წამს დავკარგავ, ვერ გავჩერდები, რომ მადლობა არ უთხრა კიდევ ერთხელ საზოგადოებას. ყველაზე მეტად გულმხურვალედ დღევანდელი მადლობა უნდა გამომივიდეს, მთელი სულით და გულით ამბობ ამას, იმიტომ რომ ყველაზე მძიმე მომენტი ამათთვის მანძილზე მაქვს ახლა, სწორედ ნია იმნაძის დაკავების შემდეგ და ვერ ვახერხებ სოციალურ ქსელში შესვლას, 5-10 წუთით შევდივარ ხოლმე და მე ვხედავ იქ როგორი ბრძვის ხალხი უჩემოთ. ყველა დიდი მადლობა, რომ არა ხალხის თანადგომა, მე როგორი თავგანწირული არ უნდა ყოფილიყავი, ამ დონემდე, ამ ხარისხით ვერ მოვიდოდი. ახლა რაც შეეხება იმას, თუ როდის მივხვდი მე, რომ ბრძოლა უნდა დამეწყო. მე რომ ბრძოლა უნდა დამეწყო, ამას მივხვდი 14 ნოემბერს. არ არის მნიშვნელოვანი
სხვა უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე მოგვიწევს ეხლა საუბარი, უბრალოდ ვიტყვი, რომ მაშინ მე შევხვდი განინა ძალადევის პროკურატურის განყოფილების ხელმძღვანელს და მთავარ პროკურორს და ასევე საქმის პროკურორს. შემდეგ დავწუნდი 17 ნოემბერს და უკვე 18 ნოემბერს მივხვდი, რომ თუ კი მე არ ვიბრძოლებდი გიგავალიანის საქმისთვის, იქნებოდა ბრალდებული თან არასწორი მუხლით მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი, რომელსაც მე მივხვდი უკვე მაშინ კანონების არაფერი გამეგებოდა, იმიტომ რომ მე სრული ნდობით ვიყავი 100%-იანი ნდობით ვიყავი პროკურატურის მიმართ განსჭვალული და მივხვდი რომ მე რაღაცა პატარა გეგმებიც მქონდა ჩვენ თვითონ გავლილი მანამდე მივხვდი რომ სხვა მუხლით წაიყვანდნენ ამას და წელიწადი და 6 თვის შემდეგ ალბათ ალექსანდრე გაბაშვილი გამოვიდა და მაშინვე სამაჯურით გიორგი რიკაძე დღეს უკვე თავისუფალი იქნება და 18 ნოემბერს როცა მე პროკურატურაში არ შემიშვეს და კიბესთან გამაჩერეს და უკაცრავად და ფეხიც კი წამიკრა იქ ლუკა გამყრელიძე მე ხლა იმას არ ვამბობ რომ ფეხი ამარტყა არა მისთვის საკომუნიკაციოდ მე ჩავარდნილი ვიყავი მის მუხლებში არ ვფიცავ მე ჩამუჩოქე დიახ და საკომუნიკაციოდ ფეხი უფრო ახლოს იყო ფეხი ამიქნია ყავს იურისტები და დაეკითხე მათო და გამოვედი პირდაპირ ჩავთე ლაივი და დავიწყე ჩხუბი ის ბრძოლა თუმცა მაშინ სულ რაღაც 20-25 ადამიანმა ისიც ჩემმა ახლობლებმა ძმებმა და ახლონაცისებმა მოიყარა თავი და იმ დღეს ისე დავიშალეთ სასწრაფოს რა იყო მათი мотиваცია რა ვინმე ხელს აფათურებდა თქვენ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონაწილის მამაზეა საუბარი ხო დიახ თუ იყო ეს რაღაც აი გულგრილობის, ზედაპირულობის, გულობის ნაწილი, თუ იყო რაღაც ბოროტი мотиваცია. შესაძლოა ეს იმ ეტაპზე მე ბრიყ გამოუცდელ ეკას, როცა პროკურატურისადმი ნდობა მქონდა 100%-იანი. აი ეგრე მეფიქრა, მაგრამ ახლა როცა უკვე ამ გადასახედიდან ვუყურებ და არა, მარტო ვუყურებ და ანალიზს ვაკეთებ, არა, რაც ჩანს საქმის მასალებში. საქმე იყო კარგად ჩაფარცხული და ამას არაერთი გავლენიანი ხელი ფარავდა. ყველა წვრილმანიზე პირად ვიცი, მე ვიცი ბევრი ფიგურა, ვინც ამ საქმეს ფარცხავდა. მე თქვენ ინტერვიუში მომისმენია, რომ გაბაშვილის რამდენიმეს მამა ისიც კი იცოდა თქვენ როდის რეკავდით 100. როდის რეკავდი? გიორგი ჟურნალდა ინფორმაცია. დიახ, პოლიციიდან ჟურნალდა ინფორმაცია. ყველაფერი იცოდა. ვიცი ვინ იყო ინფორმატორი. ეს ინფორმატორი ვინ იყო, გავიგე 2 დღის წინ. სრულად ინფორმატორი. იმიტომ რომ მე არ ვარ გულხედაკრეფილი და მე ვმუშაობ უწყვეტ რეჟიმში. ახლა თქვენ რა კითხვაც დასვით თავიდან უბრალოდ ისეთი კარგი შესავალი სიტყვა გქონდათ. ხო, აი საზოგადოება არ დავაბნიოთ. მე ვეცდები რომ სამართლებრივ ჭრილში ისე ვიარო რომ მაინც პოპულარული ენთვის აუგბრო და მე მგონი უკვე საზოგადოებამ ეს ჩემი ენა კარგად აითვისა, მაგრამ ზედმეტად სამართლებრივი ენით არ ვისაუბრებ მაინც და ვიტყვი ჯერ რა განსხვავებაა დაკვეთასა და წაქეზებას შორის და მე წაქეზებაზე უფრო ხშირად ვისაუბროთ. როცა ადამიანს გინდა რაღაც გააკეთებინო ესე იგი უკვეთავ ხო? ამ დროს ის უნდა დაარწმუნო. დაარწმუნების დროს მარტივია დაარწმუნების პროცესი არის გამჭვირვალე. ეუბნები რა გინდა და როგორ გინდა. ხო? და ეუბნება რატომ გინდა, როგორ გინდა ხდება ფილმების ბუნდოვანი დაჩეს. რა გინდა და რატომ გინდა? მე მინდა გიგას მოკლեմ და მავიწროებს. წადი ეს არის დაკვეთა მაგრისა დარწმუნება, მაგრამ დარწმუნება ჭირდება დაკვეთას. და მე იქ უკვე დარწმუნებაში იცით რა ხდება? ჩვენ ვაძლევთ არჩევანის თავისუფლებას. დაკვეთის დარწმუნება არის გამჭვირვალე. ვეუბნები რა მინდა და რატომ მინდა, მაგრამ არჩევანის თავისუფლებას ვაძლევ. ვერ დაუკვეთე ალექსანდრე გაბაშვილს, პეტრე ცისკარიძეს ან ვიღაცა სხვას დაუკვეთავ, ხო? და ამ ნაწილს დავამთავრ. ჩვენ ამას არ ვიდავებით, ამიტომ ამას აღარ ჩავშლი. ეს არ ყოფილა დაკვეთა. ეს არ იყო დაკვეთა. არც ერთი წამით მე კი ვიძახოდი ჩემი შვილის მკვლელობის შემკვეთი, ჩემს ვიძახობ მკვლელობის შემკვეთი, მკვლელია პირდაპირ, მაგრამ ხა სამართლებრივი ენით უნდა ვისაუბროთ და ახლა თქვენთვის, თქვენსა და თქვენი შვილის ცოცხალ თქვენ შვილსა და მის მკვლელებს შორის დგას ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაცვალა, ხო, ვიღაცა დეტალებში რამდენად რო გვეყოფა, მაგრამ ჯერ ბრალის ფორმულირებაზე ძალიან მინდა რომ საზოგადოებას არ დარჩეს. აი წაქეზება სიტყვა კანონისთვის ძალიან ფაქიზია. აი რას
ნიშნავს ეს სიტყვა სხვადასხვაგვარად შეიძლება გესმოდეს მაგრამ ეკი შეგჭირეთ მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ სულაც არ მინდოდა მე სწორედ ამას ვამბობ თან როგორ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოთ დიახ მე ცოცხლობიერება არის უწოვანია ხო თან მე მასწავლებელი ვარ და მოკლედ დრო რომ არ დავკარგო პირდაპირ დავიწყებ აი წაქეზე ჩვენ ვედავებით ზუსტად манипуляციის საშუალებით წაქეზებას მე დარწმუნებაზე ვისაუბრე ვეუბნები რა მინდა და რატომ მინდა და манипуляცია რა არის манипуляცია რა არის ის რომ სხვისი ემოცია აზრი ქცევა შენი ინტერესებისთვის გამოიყენო ისე რომ მიზანი დაფარო ეს არის манипуляცია მე ხوار ვარწმუნებ манипуლირებ იმაზე манипуляცია საკმაოდ სერიოზული რამეა მაგრამ აქვს ბევრი სხვადასხვა ფორმა манипуляციას და არ არის მარტივი манипуლირება თუმცა არის მარტივი манипуляციის ხერხების მაგრამ манипуляცია რომ მოახდინო ნებისმიერი ფორმის უნდა იყო გაწვრთნილი ტექნიკები კარგად უნდა იცოდე ეხლა ნიაიმნაძე რომ კარგი манипуლატორი იქნებოდა ამაზე ორი აზრი არ არის იმიტომ რომ ის გაზარდა ისეთმა დედამ რომელიც აი იქ манипуლატორი თითქოს პოლიცია მათი ახდენდა რაღაცა ან ფიზიკურ ან ემოციურ ძალადობას აბა ეხლა წამოდი ყავა ერთად დავლიოთ და მე იქ ციხეში გაგიშვებ ასე ხო არ იჭერენ პოლიცია მივიდა დასაჭერად მაგრამ პოლიცია იყო გაშეშებული და ამას ჰქონდა ტანტრუმი და манипуლატორი თუნდაც კლინიკაში ხელის რომ ამბობს იმ ხელს მომენტში მეც მეგონა რომ კათეტერს ტიროდა სინამდვილეში ამ ხელს ვითომ პოლიციამ ხელი მოუგრიხა და სამაჯური იმის გაკეთების დროს ბორკილების დროს ეთკინა თავისთავად მისი ემოციური მდგომარეობა რომ მარტივად და კარგი არ იქნება და ამაზე ორი აზრი არ არის მე არ მძინებია იმ ღამით რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია და მაინც გავაგრძელებ რომ არ დამჩეს ფორმულირება მე დაგიშვამ კითხვასაც რომ კი აუცილებლად ყველა არ დარჩეს კითხვები ამასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს მე ვაპირებ ხოთაშორის პატარა ვიდეოები ჩაწერას რომ არავის კითხვა არ დარჩეს ყველაზე მეტად სერიოზული ინფორმატორი იმიტომ რომ მე საქმის მიღმას ბევრი რამე ვიცი და ვარ მე ამ საქმეში ახლა მოდით ვნახოთ წაქეზების აი ეს ფორმა და მარტივი ფორმა რო თქვა საზოგადოებისთვის გასაგებ პოპულარულ ენაზე რო თქვა ასე ვთქვათ ემოციური აბურთავება ესეთი ტერმინი არ არის манипуляციის ფორმაში მაგრამ ემოციური აბურთავება რომ ყველამ კარგად გაიგოს ხანეობრივი კარგს ხანეობრივი ცუდს აი არ ხსენია და ამას ვერაფერი გავუგე რა ხამისი ხანჭრის ხანკერავს ის ტიპი მოდი ესე ვთქვათ უფრო გასაგები რა იყოს ტიპი არ არის ჩემი ლექსიკონისა მაგრამ ის манипуლატორია ვისაც ვერაფერს ვერ უგებენ ხანასე რომ ხანს ეხლა კიდევ ვიტყვი რა ერთ რამეს დავამთავრებ ჯერ უკაცრავად ამას და მე იმედი მაქვს არ დაგავიწყდება თემისი კითხვაც გინდათ ახლა ნია იმნაძეს სწორედ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს მსხვერპლი ემოციური ზეგავლენის მსხვერპლი არ მოასწვენა სანამ კვლელი არ გახადა არის ამის მტკიცებულებები არის აი ხო არ გამოდის ის მე ჩემთვის არ აი გულწრფელად რო გითხრათ ვინც ადამიანი მოკლა ჩემთვის ის არის დამნაშავე ეს გადაწყვეტილება რა манипуляციით უნდა მიიღოს გაუგებარი მე რა ხარ რაც უნდა მიძახო რომ მითხარ მოკლოდ გაგატყავებთ ხორცსა გაჭით მარის დაგაყრით მე არ მოკლა ვარ თქვენი შვილის დაშა გინდათ დიახ მე მინდა სამართლებრივ კანონის უზენაესობით მე სასამართლოში ვიბრძვი და მოკლედ ეხლა რატომ არის ეხლა რომ არ გავცდე მე ასეთ რამეს ვიტყვი რა მესის ბოქსიც გაუსვა მისმა ბებიამ რომელსაც 9 კლასის განათლება აქვს და მეტი არა და ისინი დაწერილი არ არის და ადვოკატს დაწერილი არ ვიცით მაგრამ ახლა ადვოკატს ამის ლეგიტიმური უფლება აქვს და დააწერინა ბებოს ხო? კარგი არა უჭირს ეხლა მოდი ასე ვთქვათ იქ ეუბნება რომ ერთი პატარა წინადადება ამოვიღოთ რასაც ისინი ამბობენ რომ ერთი კვირა ვეუბნები ნიას და ვერაფერი გავაგებინე თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად რომელი აქვს მე მიმოწერა გნად ვიცი მაგრამ მაგათ რომელი აქვს თან დადებული არ ვიცი აი ნახეთ ხან ეუბნება კარგს ხან ეუბნება ცუდს ეს გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში თუ კი მას უნდა რომ უბრალოდ ინფორმაცია მიეწოდებინა ერთჯერადად მიეწოდებინა თუ კი ეს ჩაეკითხა კარგი მეორედაც მიეწოდებინა რამდენჯერაც ჩაეკითხა იმდენჯერ მიეწოდებინა მაგრამ ამბობს რომ ერთი კვირა ვარწმუნებ გოგოს რომ მათემატიკის მასწავლებლად პრობლემას მოგიგვარებოდა ნიაიმნაძემ რომ ზუსტად იცოდა მოდით მაშინ ჯერ манипуляციას იმიტომ რომ ვიცი კითხვის დასმაგინა და არ მინდა ვიყო თავხედი ჯერ მოდი манипуляციაზე ვიტყვი манипуლატორი
როცა არის ადამიანი, манипуляტორობა არ შეუძლია ყველას ყოველთვის. მით უმეტეს ამ ფორმით. ეს აბრთავების თემას ვამბობ. ყველას არ შეუძლია ამ ფორმით манипуляტორობა, ის უნდა იყოს კარგად გაწვრთნილი, უნდა ფლობდეს. როდის უთხრას ცუდი რაღაცა? აი მაგალითად მოფერების მომენტში. როდის ნოთხეს კარგი რაღაცა, როცა მათ შორის ცხენა, უნდა აბურთაოს ასე და შემდეგ. ყოველთვის რა დავამბობ, ვის ეხება манипуლირება და ეს იყო სუყენიადაგი იმნაძის манипуляტორი იმნაძისთვის, თუნდაც ეს არ ყოფილიყო კარგი манипуляტორი, იმიტომ რომ ეს იყო კრიმინალისადმი, წარსული კრიმინალური აწყვეტ კრიმინალური ქონდა. ყველა მიცოდა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდა თუ არა. ჯერ ერთი, ყველა მოძალადე მიქ ძმაკაცებმა, ვინც ახლა დაჭერილია, ყველა იცნობდა ნია იმნაძეს. გაბაშვილთან ერთად ყველას ხარდა ნანახი ახლა მაგენი რომ დიღმის სალადობრივი მოძალადე ტიპები რო ყველა მიცოდა. ეს არის ის დეტალი, სადაც მორალური პასუხისმგებლობის ნაწილი ძალიან აშკარად ჩანს. ის რომ ვის მიმართავ დასახმარებლად, ხო? აი თქვათ რაღაც არ მოგეწონა. თქვათ აი ნია იმნაძეს არ მოეწონა რაღაცა კომუნიკაციის რაღაც ფორმა და თქვათ ჩათვალე რომ ვიღაცას უნდა სწორს დახმარება, დავცალოთ რაღაცა, ხო? შეიძლება მიმართო ისეთ მეგობარს თუნდაც, ან მშობელს პირველ რიგში, ხო? ან მასწავლებელს სხვას, ან მეგობარს თუნდაც ისეთ, რომელსაც იცი როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას, ხო? მაგრამ აქ საქმეში ეს მინდა გკითხოთ, აშკარაა, ხო, ის მტკიცებულებები, რომ ნია იმნაძემ იცოდა ამ ძალადობრივი ჯგუფის იცნობდა ნია იმნაძე, იცნობდნენ ნია ნანახი ყავდათ ნია იმნაძე. ქავტრენკა, ამბობენ რომ თითქოს აი ნიას ნათქვამი ქონდა მისი მშობლებისთვისო, დამრიგებლისთვისო. თუ კი ამ წაკეზების ნაწილში, კი, თუ კი ამის არა, რა ქონდა მაგას გეტყვით. თუ კი ამ მტკიცებულების ნაწილი და წაკეზების ნაწილი კარგად გავიარეთ და თქვენ თვლით რომ საზოგადოების ამომწროება პასუხი გავაცი, მაშინ მაგაზე გადავიდეთ. მორალურ ნაწილში გასაგებია აბსოლუტურად ყველაფერი. ეხლა ამ ყველაფრის სამართლებრივ ნაწილში თარგმნა, აი ამ ყველაფერს თქვენ აღწერეთ, ხო? აი რაღაც ფსიქოლოგიური რა ვიცი манипуляციის სავარჯიშოების რაღაც, ხო? ეს აი სამართლებრივ ნაწილში სათარგმნოა და ამაზე მტკიცებულებებით დამაგრება ამ ბრალის როგორც იურისტებს უყვართ ხოლმე თქმა, არ იქნება მარტივი ალბათ, მაგრამ ნახავთ საქმის მიმდინარეობას. საქმის მასალები არის იმდენად ნოყიერი და იმდენად ღრმად არის, ყველაფერი იმდენი უხვი, ეს არის რომ არ დაჭირდება. არ გეპარებათ ეჭვი აბა? არ მეპარებ ეჭვი, მე ეს პირველივე წამიდან ვიძახდი ამას, მაგრამ ეხლა ეკა იძახ, მას ეკა დამკვეთსაც იძახდა, ეკა პირდაპირ ყველსაც იძახდა, ხო? მაგრამ სამართლებრივ ნაწილში ეს იყო პირდაპირ წაკეზება. მეც აყვანის მომენტში და მაშინ რომ დაიდო ინფორმაცია, მაშინ გავიგე რომ პროკურატურა მუხლი წავყენა წაკეზება, მაგრამ მე მოლოდინი მქონდა საქმის მასალებიდან გამომდინარე. მე მუშა პროცესი მაქვს პროკურატურასთან, ჩვენ ერთი მხარე ვართ, მაგრამ ხო მე კი არ მეუნება მივდივარ და ვიჭერი. მე ერთ-ერთი ჟურნალისტისგან გავიგე რომ ლაივი ქონდა ლეკიშვილს და იქიდან გავიგე მე საქმის პროცესი. და არც ვიცოდი ანასტასია ბერბოშის იჭერდნენ თუ არა. ხო ამას ახლა მე აი ამ მტკიცებულებს აი თქვენ იცნობთ ყველაზე კარგად საქმის მასალებს, ხო და ამიტომ გეკითხებით თქვენ. არის ის მასალები იქ და რომელიც აი თქვენთვის დამარწმუნებელი აშკარად, ხო რომ ნია იმნაძემ ზუსტად იცოდა რომ ეს ხო ძალადობრივი დაჯგუფება, რომ ეს ხალხი აი თქვა შეიძლება მეგობარს მიმართო, ხო? ნეონაცისტები იყვნენ, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ისინი სკინჰედები იყვნენ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ რომ იმას რაღაცა სხვა წესები და სხვა ცხოვრების ისა აქვს და რა კოდექსი აქვს, ხო? ეს უკვე ახლა ამისი მოძალადე ჯგუფი ერთი შეიძლება 7-8 თუნდაც 10 ბიჭი ვიღაცას ურტყავს, მაგრამ ახლა ის სკინჰედია და ის ნეოფაზი. ხო ეს ახლა ამას ვერ ვიკადრებ, რა თქმა უნდა. ეს სხვა თემა. ეს რა ცხოვრების წესი რო იყო, ცხოვრების წესი. კი, ალექსანდრე გაბაშვილი ცხოვრობდა იგივე სკოლაში, პატარა სკოლა. მაგალითად ალექსანდრე გაბაშვილის კლასში 8 ბავშვი იყო და პატარა სკოლა და ალექსანდრე გაბაშვილი ცნობილი, აი მაგალითად ეს იყო იმდენად ცნობილი ფიგურა ალექსანდრე გაბაშვილი, რომ სასამართლო პროცესებზე დასაკითხად რომელი გოგონებიც იყვნენ თავის ჩავდებული უკვე ანინა სყიდაშვილი ჩათვლით, 3 გოგონა იყო იქ, ვისაც უყვარდა ალექსანდრე გაბაშვილი. ერთმა იტირა კიდეც, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი სასამართლო პროცესზე იტირა. და ანუ ალექსანდრე გაბაშვილი იყო ფიზიკურად მარტივად დასანახი შესამჩნევი, იყო ფულიანი ადამიანი, იყო მასწავლებლებს აწიოკებდა, ამას უნდა სრული პასუხისმგებლობით. მასწავლებლებს აწიოკებდა და იყო ცნობილი პიროვნება და ერთი იცით რა მიკვირს, რატომ გონია თანამედროვე თინეიჯერი ბავშვების 70% თუ მეც არა რომ კრიმინალი შეყვარებული რამდენ ტიპ კრიმინალ ტიპს ევასები
იმათ ენაზე ვსაუბრობ, ხო? ეს კი არ არის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული, განათლება ავტორიტეტული და რატო გონიათ და ასეთ ბიჭებს რატომღაც იზიდავენ და იცოდა სულ დრო სკოლის მიღმა არ ცოდნო და სკოლაში მასწავლებლებს ბავშვი ირიცხებოდა სცის სკოლა ინტელექტს სკოლა არ უშვებდა ბავშვს სკოლაში. საიდან ვიცი ეს? თვითონ სკოლის პოსტიდან 13 ნოემბრის პოსტიდან 13 ნოემბრის დადო რომ არ დადიოდა ალექსანდრე მიმოწერაში ჩანს ანინას ყიდაშვილთან იმას თუ ეუბნება გაბაშვილო მე სკოლაში არ დავდივარ ადრე მეღვიძება და რატომ მეღვიძება ადრეო და ერთ რამეს გეტყვით 13 ნოემბერი მნიშვნელოვანია იცით რატომ და მასწავლებელი ახსენეთ თქვენ და აი დამრიგებელს უთხრაო მოდით ახლა ჯერ ის თქვათ დამრიგებელს უთხრა თუ არა აი დაზუსტებით ვიცით არ ვიცი და მე გეტყვით რატომ არ ვენდობი მე დამრიგებელს იმიტომ რომ პირველი თუ კი დამრიგებელს ბავშვმა შველას თხოვა დამრიგებელი დამნაშავეა იქნებ გიგავალიანი მართლაც მოძალად თავარი კითხვა ეგ არის გულწრფელად გეტყვით რომ თუ მშობელს უთხრა თუ დამრიგებელს უთხრა მაშინ საერთოდ აქამდე რატომ მივიდა საქმე ეს ხალხი რატო არ ჩაერია დიახ იქნებ გიგავალიანი მართლაც მოძალად იყო დაუშვათ რაღაცას მიაგდეს ისე ხო ვიშერა ის დედა ბავშვს დაუშვებდა მოძალადე მასალები რომელი დედა გაუშვებს მოძალადე რომელი დედა გაუშვებს ის მაშინ დედობავდა ჩამოართვა ხო ანუ ეგ დაშვება ანუ გამოდის რომ ჰიპოთეტურადაც არ შეიძლება არ შეიძლება 16 წლის მომწიფებულ გოგონას რომელიც ასაკში შედის სარკეში მარტო თავის პროპორციებს უყურებს და იმ დროს ბავშვი წიგნსაც ხელიდან უშვებს და თავის სხეულზე იმას ახდენს ბავშვი ხო ვიღაცა ცხერი არ მოსწონს ვიღაცას ამ დროს ემართებათ ეს ბავშვებს და ასეთი ბავშვი როცა გეუბნება რომ ჩემი სხეული ვიღაც ხლას თუნდაც მოეჩვენა არ იყოს კი გამოძალად და მოეჩვენა. თუნდაც იყოს კი გამოძალად და შეამჩნია ბავშვმა იგრძო. დედა არ ეხმარები, დედა დამნაშავეა. იმ დედას დედობა უნდა ჩამოართვა. ამას სრულყას რომ მშობლები და დამრიგებელი იტყუება? კი, და გეტყვით რამაზე მე არ ვარ ეჭვები ჩაფრობილი ადამიანი. ვუსმენ მათ, ვიღებ, კი, ვეუბნები. ხო მე იმას დამტკიცებ მე. ესე დავაბრალოთ ეხლა მკვდარ გიგას ეგრე არ არის. ყველაფერი რა მე აქედან პირდაპირ ცეცხლი და მახვილი ვარ ყველაფერში. მაგრამ ახლა უკვე იმას ვიზამრცა აფრები აიხსნეს, რამდენიმე სიტყვიმდერმე დამტკიცებ ხა იმათ ბოტებით რაღაცები უშუალოდ ინფორმაციები გააჟღერო გუშინდელი შექმნილი ბოტით ეგრე არ არის ყველა ბოტი რასაც იტყვის სასამართლო პროცესზე მოუწევთ მათ იმაზე პასუხისგება და გავაგრძელოთ ეხლა იმას რატომ მაქვს ეჭვი დამრიგებაზე რა ეჭვი შეპყრობილი გიჟი ვარ და თელ სამყაროს ოპირისპირდები იმიტომ რომ გავიგეთ კაცო უდანაშაული შვილი მოუკლეს მაგრამ სამყაროა დამნაშავე იქ მართლა უთხრა დამრიგებელს მე რატომ მეპარება ეჭვი იმიტომ რომ მე ეს ვიცოდი მე დიდი დიღმიდან სკოლა ინტელექტიდანაც რამდენიმე მაგრამ ამას ვამბობ ცეცხლი რომ წამიკიდონ მაინც გიგა რო გამიცოცხლონ ინფორმატორს მაინც არ დავასახელებ და ეს იცის ჩემმა ინფორმატორებმა რომ მე მათი ნათქვამი ინფორმაცია გამიჟღერებიან მაგრამ მე რა გამოძიებას ვაკეთებ ეკლესია სასაფლაო სახლი და ტელევიზიებში მივიდო მე ჩემ მარშრუტი არ არსებობს მე ადამიანი არა ვარ მე ეზოშიც არ გამოვდივარ და საიდან ვაკეთებ ამ გამოძიებას მესიზმრება რა მე მელანდება თუ რაღაცა ისე სასწაული გათვლები მაგალითად ზეპირად ხვდები ვისაც რა სიტყოდა რა სიგიჟია მე მყავს სერიოზული ინფორმატორები ერთგულები და მე სკოლა ინტელექტის მოსწავლეები და მასწავლებლები მაწვდიდნენ ამ ინფორმაციას. მე საქმის მასალები ხელ შევიღეთ 13 იანვარს. მანამდე ვიცოდი ის რომ სკოლაში იყვნენ ციტირებ იურისტები. თუ ეს იურისტები საიდან ციტირებ იცით საქმის მასალებიდან ჩატი არის ერთ-ერთი ჯგუფის ბავშვების ჯგუფის და იმ ჯგუფში ამბობენ რომ დღეს სკოლაში იყო იურისტები. 13 ნოემბერი სერიოზული ამის არის რიცხვია და ხო, საქმის მასალებში აი ეს უხეშად რო თქვათ ეს ნაწილი შეიკერა იმ ნაწილში რომ აი ნია მარტო ამას არასრულწლოვანმა ხო მარტო ამას კი არ უთხრა ხო აი ამ რაღაცა ანუ შოვლებსაც უთხრა დამრიგებელს არო ეს წინასწარ დიახ ნიადაგიში ამზადეს და სწორედ ამას ვაპატებ ჩემი შვილი რომ სიკვდილს ებრძოდა ნიადაგს ამზადებდნენ ამას ვაპატებ ერთ ვინმეს რომ მეთქვა რომ ეს ქალი გიჟია რაღაცებს აბრალებს ამ ჩვენს არასრულწლოვანებს ყველებად უნდა გამოიყვანოს უნდა რომ ცხოვრება ჩამოუგზის ყველაფერი რას თქვეს მაგრამ ჩვენ ვწუხვართ ჩვენ მოუკლეთ კი არა მოუკვდა მეტეორი დაეცა რაღაცა და მოუკვდა მას შვილებს ვწუხვართ სიტყვა ვწუხვართ რომ ვინმეს ეთქვა დამერწმუნეთ მე ესეთი არ ვიქნებოდი იმ კონკრეტული ბავშვის მიმართ არ ვიქნებოდი ესეთი მაგრამ რას მიმართლება ეს ხალხი მართლა ვერ ვიგებ გაგიჟება უნდა თხდა ვერ მიყურებ რომ მე ახლა ნორმალურად ამის უკვე აღარ გავარ
და მათთვის არ გაგიჟებული. ჩემი შვილი სიმართლის დასაცავად არ გაგიჟებული. და დაბრიგების ნაწილში უნდა ვთქვა. აუცილებლად დაგისვათ მე მაგნეტოზე კითხვა. ეს იურისტები, ბავშვისთვის ახლა იურისტია ყველა. ხო, პოლიციელიც იურისტია, პროკურორიც იურისტია, მოსამართლეც, გამომძიებელიც ყველა. ბავშვი რა იცი რა იურისტები. ხო, ზოგადადაც ასეა ისედაც და რომ მისულიყო გამომძიებელი რაღაც საქმეში, ხო შეიძლება იმ სკოლის დაკავებული პირი ყავდათ ერთი და ნასყიდაშვილი და ის სავარაუდო დამნაშავე იყო, ხო? რა გასაკვირია, მაგრამ საქმის მასალებში არ დევს ის, რომ გამომძიებლები შევიდნენ. აბა ვინ იურისტები შევიდნენ? ესე იგი ადვოკატები. მე არ დამინახავ. დამრიგებელს ესაუბნენ, რომ აი რაღაც ეს განაწილეს როლები ვისთვის რა უნდა ეთქვათ. ვის რა უნდა ეთქვა? ესეთი ძალიან სერიოზული ბრალდება, სხვა გუშინ ჩემი გუგას ვესწავლე და დამრიგებელი თუ ამაში შესული, ხო? სერიოზული პასუხი მოუწევს. რეგულარულად ეხლა მე არ ვიტყვი სახეს და გვარს ხედავთ კიდე მე რამდენადაც ვიცავ. მე არ ვკვეთავ წითელ ხაზებს, თუ მართლა ზედმეტ დამრიგებელს მოუწევს სერიოზული პასუხისგება. იმიტომ რომ მან სასამართლო პროცესზე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებს ვერ გასაპასუხი. კითხვათა ზვავს დავახვედრებ მე თვითონ როცა უჩინებ, მაგრამ ეხლა ისეთი საქმეა რომ ჯერ უნდა მოვილიო ეს არასრულწლოვანი და ყველას მიხედავ აბსოლუტურად. თუ საკითხზე მინდა კითხოთ ახლა. აი ეს არასრულწლოვანი ამბობს რომ გიგა მას აწუხებდა, ხო? როგორც ბიჭი გოგოს. დიახ. ეს არის მე ყველაფერს ამბობ, დიახ, მაგრამ მე რომ ვიღაცამ ძალიან არასწორი ფორმულირებები იყო იქ, ეს პედოფილია, რაც არის უცხო სიტყვათა ლექსიკონში მაინც ჩაიხედონ ადამიანებმა, როცა ასეთ ტერმინებს ისვრიან, მაგრამ აი თქვენ მასწავლებელი ხართ, ხო? ეხლა ძალიან ისეთი კითხვა უნდა დაგესვათ. აი თქვენ რომ თვლით რომ ასეთ რაღაც უსიამოვნო კომუნიკაციის, არასწორი მასწავლებლის პოზიციაში მყოფისთვის არასწორ კომუნიკაციას. მათ შორის იმის მასალებზე დაყრდნობით, რაც გაქვთ, ხო, მიმოწერები. რაღაცას ქონდა ადგილი ისთვისაც მაგალითად თქვენ შენიშვნას შეიძლება მიგეცათ თქვენი შვილისთვის. არა. პირველი გიგა ღირსეული და სპეტაკი ბიჭი იყო, მე არ მივარდება ეს რაღაც სპეტაკი არა ვიცებ ესე ენაზე უკაცრავად გამოთქვისთვის, გიგა იყო უხინჯო წარსულის. მე გამოვაცხადე კიდეც პოსტი დავწერე, არ ვიცი იცი თუ არა, $10,000 მიცემ იმას, ვინც ასეთ ხო ეხლა 8 წელი ამზადებდა და 28 წელს და 8 წლის განმავლობაში იცხოვრა და ერთ ვიღაცას იპოვდნენ. პირველი ის არ იქნებოდა წესი მხოლოდ ერთგან არაკეთებენ ამას. ერთგან არაკეთებენ რა თქმა უნდა და იპოვონ და მე საერთოდ ჩემ ხაზს ვერ გაიგონებენ შიმშილობას დავიწყებ კი არა ბენზინს გადავიწყებ ყველაფერს და ალექსანდრე გაბაშვილი გამოვუშვით მართალი მოსაკლავი ყოფილა გიგათქე და ეხლა მოდით ამ ნაწილზე არ გავჩერდეთ მე გეტყვით იმას რომ ჯერ ერთი საქმის მასალებში არაფერი არ არის და მეორე მაგ ყველაფერს დამტკიცება უნდა მე მაქვს მტკიცება აი მე ხო არ ვიცოდი ეხლა თქვენ მაგ კითხვით თუ დამისვდით ეს არის გიგას Facebook-ში შევიდეთ პატარა რაღაცას აქ ბევრი მტკიცებულებაა მაგაზე მაგრამ თუ კი გიგას ოდნავ მაინც რაიმე სიმპათია ქონდა მოწონდა უბრალოდ მოწონდა ხო არ არის რაღაც ხო გავთ ანგელოზინიაკო და ჩემშიც მოიწონა ანგელოზი ხო კარგი უნდა და თავის ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ გიგასთან ერთ პატა ბევრია საქმის მასალებში ბევრი რამე იქნება მაგრამ აი თქვენ რომ დაგანახოთ დიახ ეგ ნაწილი უკაცრავად ბოდიშვიხტი აი ეს არის 26 სექტემბერი 26 სექტემბერს დაიგეგმა მკვლელობა 26 სექტემბერს უკვე პატარა 32 წამიანია და თუ შეიძლება აქ მოვიტან და რომ ჩვენ ხომ არ ვიცოდი ახლა ეს მოვისმინოს ხალხმა რომ ჩვენ ნამდვილად უჩვენთ დიაგნოზს 20 დეტალებში ვიტყვი 26 სექტემბერამდე ყველაფერს სადაც კი დრო მექნება და აი მოისმინოს მე ველაპარაკები გიგას და მე წინადადება მესათვალე არ მაქვს და პირველი წინადადება მარტო და ხა დანარჩენი მე და ჩემი შვილი აზე ვსაუბრობ აღარ არის საჭირო ამდენიამა არ მომაწყინოთ ხალხი, აი, სად არის ეს? დედიკო მომისმინე მე და მე ეკარი მე 11 კლასელის დედამ და ისე რა ქვია, გახვეწებიო, ჩამისვიო თქვენ შვილთანო და ეგნია იმნაძე გავუშვათ შენ თუ გინდა. და ის ბავშვი ავიქონოთ, ის ჭკვიანი გოგოა. მე ერთიორჯერ მაგათ გაგვაჩინე ჩავდა, ის უნდა გასამყავდა და კაი გოგო მომწე, ის გოგო თუა და თუ არ მეშლება, რა ვიცი. ამ ბავშვმა ის არისო და ძალიან ჭკვიანი და კაი გოგოა. და მე ვთხარი 1 ოქტომბრამდე უნდა გვადროო მეთქი. ხო და ერთი სიტყვით გავუშვოთ. ეხლა უკაცრავად პირველ და წაიკითხეთ შემდეგი აი პირველი წინადადება და თუ კიდე დანარჩენი მაგრამ აღარ არის ეხლა დრო მაგისთვის ნახოთ დღეს როგორი მომზადებული იქნება. აი დიახ გიგა მეუბნება ნახოთ ეს იყო გიგასიც აგაკითხეთ ასე ჰაერზე ხალხის გაშვება დიახ აი ამაში სერიოზული რამეა
მე ღირსეული შვილი მყავდა. იცით რატო არ უშვებდა ჩემი შვილი? ეხლა ვიცოდი რომ ემოცია ვერ შემიკავდა, იმიტომ გითხარით მხოლოდ პირველ წინადადებას, მე ზეპირად ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ მოსწავლეს როცა უშვებდით, ჩვენი და მოსწავლე ღირსება აკრილი არ უნდა წასულიყო და მე მკვდარი შვილის ღირსებას მიყრიან. ჩვენ მოსწავლე არ გაგვიგდია და რატო უნდა გამეგვდა მაგასაც გაჩვენებთ თქო თქვენ საერთო დროის მიღმა რატო უნდა გაგვეშვა 1 ოქტომბრამდე ვაცლიდით ჩვენ ამას 1 ოქტომბერს აუცილებლად გაუშვებდით მაგრამ ჩვენ მანამდე საუბარი ქონდა და მოდი ჯანდაბას დედიკო გაუშვათ ახლა ღირსება აკრილი მოსწავლე ჩვენგან არ უნდა წასულიყო და ჩვენ მკვდარ შვილს ღირსებას აკრიან მაპატიეთ ამიტომ გითხარით აღარ წაიკითხოთ დანარჩენი ვიცოდი მე უნდა დამესვა ეს კითხვა იმიტომ ეს არის კითხვა რომელიც ხო დიახ ის გოგონაც თუ არ ცდები თათაქვია იმ გოგონას ვისი აყვანას დაიკითხოს ის გოგო რომ 1 ოქტომბერს ის გოგონა მეყვანა ჩვენ 1 ოქტომბერს ნიაიმინაძე 100%-ით უნდა გაგვეშვა თქვენ ხო წაიკითხეთ ნახოთ დღეს როგორი მომზადებული იქნება ეს არის საქმეში ჩაიდება აქამდე იმიტომ არ არის რომ სხვა იმ 4-თან სხვა რამე გჭირდებოდა მალანიებზე სხვა რამე მიაწოდე და ნიაიმინაძეზე აქ არის ყველაფერი. ხალთუნეკა ეს ფაქტია რომ ჩვენ ამას უშვებდით. აქ ბევრი რამე წერია ნიაიმინაძეზე. ხალთუნეკა ეს ამბავი. თქვენი აზრით, თქვენ ამბობთ რომ ეს არის შეთხსული, ხო? ვერ გავიგონებ. აი ეს ამბავი თავისთავად რომ გიგა რაღაცნაირად უშნოთ ესაუბრებოდა. ოდნავ რომ ქონოდა სიმპათია ჩემშვის. დავანებოთ ძალადობა უნდა და არა, ადამიანს მოწონდა. ხო? ეხლა ვიღაცა იტყვის რომ დაღეთ დაუშვა ოკუპანტებზემ რომ მოწონებოდა არასიწოვანი, მაგრამ იმათსაც ვეთანხმები. ხო ამობენ მოწონდა, დავუშვათ. ჰიპოთეტურადაც არ შეიძლება ამის წარმოქმნა, მაგრამ დავუშვათ, უშვებენ ისეთ მოსწავლეს მაშინ, ვინც მოსწონს, იმას გაუშვებდა? და ხო წაიკითხეთ თქვენ ჩემი შვილის, რა ეწერა იქ? ასე არ შეიძლება, ჩვენ ღირსება აკრილი მოსწავლე არ უნდა გაგვეშვა. მაგრამ მე კიდევ ვეტყვი ერთ რამეს. ვიტყვი იმას, რომ გასამბობდი ხო? ხალთუნეკა, აი ბოდიშნო მოგიხადოთ, აი მე გამოვიწვი ეს კითხვა დავსვი, მაგრამ ალბათ უნდა დამესვა. მაგრამ ყველაფერი უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ხალხი არის ჩემი თანამებრძოლი. რომ არა ხალხი, რაც არ უნდა მექნა, მე ვერ მივახწევდი ამას. არავინ იცის საქმის პროკურორების გამომძიებლების და ჩემს გარდა როგორი ჩაფარცხული იყო საქმე. მე ისიც ვიცი ვინ ჩაფარცხა. შესაძლოა პროკურატურას ოღონდ გამოეძიებინა და ამ წუთში მაგასთვის მუშაობა არ დაუწყია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ვინ ჩაფარცხა საქმე. სახელები და გვარებით ვიცი უკვე 2 დღის წინ ყველაფერი დავადგინე. ეს არის მალანიების ოჯახი? დიახ. და არის კიდევ იქ ვიღაც სხვა. მე ყველაფერი ვიცი მართლა. და ანუ მალანიათან რა არის რომ ну აი ეს ბიჭი ხო არა სულწლოვანია მგონი რა ვიცი იყო იმ სასწავლო ჯგუფში ხო რომელსაც არა იმ ჯგუფში არ იყო მალანიას შვილი მე-10 კლასში იყო და ნიაიმინაძე მე-11 კლასში მაგრამ მას შეეძლო გაჩერება ამის ხო ან თქვენ მალანიაზე ამას ამბობთ კი ყველა ნებისმიერს ნახეთ 7-ია დაჭერილი ის 3 სხვა ძეგლის ძალადობების გამო უბრალოდ გამოყოფილ საქმიდან იპოვეს კასრაძე სულაბერიძე და ისა და კლატკინდა 7-დან ერთი რგოლი ერთი რომელიმე რომ ყოფილიყო იგა დღეს იქნება ცოცხალი ერთი რომელიმე რომ ყოფილიყო აი ბოროტი რო არ ყოფილიყო მკვლელი ამ მე სამართლებრივი ჩარჩოს არ ვშევი წაქეზებას ვცნობთ ჩემთვის ისინი 7-ვე მკვლელია აბრიალის ბავშვებს კი დიახ ერთიც რო ყოფილიყო ერთის კეთლინება დღეს კი გაიქნებოდა ცოცხალი მორალურ ნაწილში აბსოლუტურად გასაგებია თქვა საქმე ის რაშია თელმა დიდმა დიღომა იცოდა დემეტრე ჩიკონის დედამ თქვა და მე ამას ბოლო ერთ კვირის განმავლობაში ვიმეორებ ძალიან ხშირად მე თელ დიდ დიღომის დაჭერას არ ვითხოვ იმიტომ რომ მანამდე მკვლელობამდე ეს მე იცოდა თელმა დიდმა დიღომა ესენი ულტრაბახობდნენ და მანამდე ხოლოდ ამ ორმა გოგომ ანინას ყიდაშვილმა და ყოველ შემთხვევაში მე ვერ ჩემი გამოძიებით ავადგინე და არც საფრთხესმასეებში დგინდება ამ ორმა გოგომ წინსწრებით იცოდა ანინას ყიდაშვილმა და ანასტასია ბეროშოვმა გიგაზე უნდა მოეხდინათ სერიოზული თავდასხმა ეგ გამომიდგა ის გირშელძებნიაური ჭკვა უნდა ესწავლები ვის უნდა ესწავლები ალექსანდრე გაბაჟნო ესწავლებინა გიგავალიანის ჭკვა მე ახლა გიგას ლექტორები მისმენს და დაწერეთ თუ კი რამის არასდროს ვამბობ 100 კულიდან 100 კილოს ღებულობდა ჩემი შვილი სამედიცინოზე როსობდა და კიდევ უკაცრავად კიდევ ერთი რამ რადგან ასე მაპატიეთ და გაუძელით ამ ჩემს პრემიას მე ახლა ნიაიმინაძის დედის იმასაც გაჩვენებთ იმიტომ რომ რატომ მე ზეპირად ვიცი ნიაიმინაძის დედის ნომერიც ნომერი რომელიც გაქრა 21 დეკემბრის მერე არის დღე როცა მე აქციები დავიწყე და დაიჭირეს ნასყიდ 20-ში დაიჭირეს ნასყიდ თავის დაბადების დღე ქონდა 19 დეკემბერს და მაგ 20-ში და ნასყიდაშვილი და ჩიკოვანი რომ დაიჭირეს იმ დღიდან ნიაიმინაძის დედის ტელეფონი გაქრა და
კიდე ისა ნიამიაძე უბლებაო დახშორდების ეს მანიპულაციის ფორმა იყო თუ რა დაშორდა ციხიდან ურეკავს იცით ალექსანდრე გაბაშვილი ნიამიაძე ციხიდან ურეკავს ეგ ნომერი ზეპირად ვიცი თუ ახლა ვისაც შეინტერესებს ჩემი მახსოვრის უნდა შემოწრა მაგრამ მე დედის ნომერს დედის მესიჯსაც გაჩვენებთ ეს უნდა გაჩვენოთ თუ შეუძლია ოპერატორს აჩვენოს ჩემი ტელეფონია მე ჩემს ინფორმაციას მოდით მე დავიწერთ გნებავთ და აქეთ კამერა უფრო მოხდა აი პირველი ნახეთ იცით რას მარტო ერთი ხარ ვარ დავღალოთ აქ ჩვენ საქმეს ხო ვერ გავარჩევთ 40 ტომიანია და ის რო არ თქვან რომ ეკასთან ეგონო და კაცი დაახვედრა აი პირველი მესიჯი წაიკითხეთ მე ვუგზავნი რითი თქვით რა და დრო ეს არის 1 სექტემბერი ორშაბათი დღე 10 საათი და 10 საათი და 36 საღამოს 10 საათი და 36 წუთია ხო? მოგესალმებით თქვენ წერთ ყველას. არ გირეკავთ, რადგან ძალიან გვიანია, ნია ხვალ თუ მოახერხებს მოსვლას, გიგა გაკვეთილს ჩაუტარებს მარტო ნიას, რომ არ ჩამორჩეს ბავშვებს. ახლა ამას დავშე. აღარ არის საჭირო დროს დავკარგავთ. ორი კი, მაგეც მნიშვნელოვანია, სხვადასხვა, მაგრამ აღარ გვინდა 15-ში დავიწყებთო. მეორე და აგიდე. დიახ, ხო, შეგვინახეთ ადგილი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებს ყოველ დაწყებამდე მოსასვლელად და ვუნახავდით ადგილს. და ისიც გიორგი მალანიანის ხათრით, იმის დედის ხათრით და ახლა რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? 1 სექტემბერს დავიწყეთ სწავლა მე-11 კლასელებთან და 1 სექტემბერსვე არ მოვიდა. და უკვე ერთი გაკვეთილი ჩამორჩენა იყო. გიგა ღებულობდა საკუთარ თავზე აღდგენას, რომ იმ ბავშვების მომდევნო გაკვეთილამდე ნიას ეს ცოდნა ქონოდა. ანუ ეს აღდგენა ის კი არ იყო მასთან დაახლოების რაღაცა სხვა ფორმა, არამედ იყო წმინდა საგაკვეთილო აკადემიური პროცესის ნაწილი. რა თქმა უნდა, იმ ჩვენ ასე ვაღდგენდით. ხო, ის კი. ჩვენთვის არ არსებობდა მე 24 საათიდან 20 საათი მუშაობდი და 365 დღიდან 365 დღეს მუშაობდი. ახალ წელიწადს ჩემო მოსწავლებო, რამდენი წუთი შემიტარებია გაკვეთილი. აღდგომას რამდენი შემიტარებია გაკვეთილი. კოვიდის დროს ჩუმად მამებს ესე მეუბნებოდნენ მამები რომ მოგიყვანთ თქვენ ჩუმად თუ გინდათ არა და იმითი ვატარებდით გაკვეთის დაფა ვიყიდე და დაფაზე უტარებდი ბავშვებს კოვიდის დროს გაკვეთილებს ახლა მაგას თავი დავანებოთ და აქ რა შეარის საქმე აი საიდან გაჩნდა ტერმინი მარტო აღუდგინა ნიას გაიგეთ ბატონო ირაკლი აბსოლუტურად გასაგებია არა კიდე უნდა თქვა ძალიან გთხოვთ მაპატიეთ მეც ახლა მანიპულირებ. არა, ამაზონები ლაპარაკობს. დიახ, საიდან გაჩნდა ტერმინი თუ კი არ აღუდგენია გიგას, რატო დაენელან და ნავროზაშვილებს და იმნაძეებს რომ გიგა მარტო უხდგენდა, გაკვეთის ვინმეს. აი ამიტომ 1 სექტემბერსვე რომ გაასწინა გაკვეთილი, ბავშვებს მეორე გაკვეთილი რო ექნებოდათ, იმ დროს უკვე ნიაიმაძეს ის მასალა რო გაევლო. და ახალი მასალის ახსნას ნიასთვის ძველი რა უცხო არ ყოფილიყო. 1 სექტემბერსვე გიგა უჯდებოდა მარტო. აქედან არის წამოსული მარტო აღუდგინა გიგასო. ახლა რატო ვერ აღუდგენდა? ხომობენ აღუდგინაო. კარგი, აღუდგინათ. ეს სინამდვილეში მათ უნდა დაამტკიცონ რომ გიგა მართლა აღუდგინა, მაგრამ მე მაქვს აქედან ჩემი მეხივით საპირწონე მაქვს ყველაფრის და გეტყვით რატო ვერ აღუდგენდა. ეს ბავშვი ხო წერია სწავლა რომ დაიწყებაო. მითო იძახა დედამისმა პირველ ჩვენებაში წერია 15 სექტემბერს დავიწყეთო და მე ისე გავიძახდი ყველგან რომ ვინც კამერას მომიშორდა 12 სექტემბერი რომ მე მივხვდი რა სისულელი თქვით და გადაიტანეს მომდევნო ჩვენებაში წერია 12 სექტემბერი. კარგი, და ჩაანაცვლეს 12 სექტემბერი, მაგრამ ახლა მოდით ვთქვათ თეორიულად შეიძლებოდა თუ არა გაკვეთილის აღდგენა. ძალიან გთხოვთ რიცხვებში თუ გაქვთ რომ გამომყევით. გამოყვებით. დიახ. პირველად ნიაიმაძე მოვიდა ჩვენთან 12 ოქტომბერს. 12 ოქტომბერი არის პარასკევი. შემდეგ მაპატიეთ და 4 შაბათი. შემდეგ გაკვეთილი ქონდა კიდევ კვირას და 12 სექტემბერს მოვიდა. 12 სექტემბერს მოვიდა ნიაიმაძე. და შემდეგ რა თქვი 4 შაბათი თქვი მაპატიეთ არა ოქტომბერი თქვით არა დედა მოვიკვდეს დედიკო რა კარგი დავლაგდი შო ვიცი მაპატიეთ არა მესმის დიახ მოვასწრებ ხო გვაგზავნა თქვა მინდა რომ მოვასწრებ და იმიტომ ჩქარ იქნება საჭირო იმდენი მაშინ ამას ვიტყვი მარტო და ხო სიჩქარეში აურე ოქტომბერი დავუშვოს მადლობა ძალიან დიდი თანაგზომიჩი და მადლობა 12 სექტემბერი არის პარასკევი პარასკევს მოვიდა ნიაიმაძე გაკვეთილზე ამის შემდეგ შაბათს აღარ უნდა ქონოდა კვირას და ორშაბათს. კვირა იყო 14 სექტემბერი, სწავლის დაწყების წინა დღე. გაკვეთილი ქონდა საღამოს საათებში.
და რადგან გაკვეთილი იყო საღამოს საათებში 8 საათზე, ამიტომ მე ბავშვი სახლში უნდა წასულიყო 10 საათზე და თხოვა. ხარ სკოლისთვის ხელის არა, ნახეთ 12-ში რომ მოვიდა, მაშინვე დაეთხოვა. რომ 12-ში რატომ მოვიდა და რატო არ დაელოდა 15-ს მე ესეც ვიცი, მაგრამ ახლა არ დავკარგავ მსმენელს. 14-ში თხოვა რომ მე ვეღარ მოვასწრებ ხელის მოწყობას, მე ვსწავლობ დიღომში, ადრე უნდა ავდგე და არ მოვალ 14-ში. არ მოვიდა 14-ში. მოდით რა მას 15-ში არ მოვიდა, ბავშვების ათოთი კარგი. 14-ში და 15-ში გაკვეთილზე არ მოსულა. ანუ მოვიდა 12-ში, უწევდა 14-ში და 15-ში და გაკვეთილზე არ მოსულა. ამის შემდეგი გაკვეთილი იყო 19 სექტემბერს. 19 სექტემბერს, ანუ 12-ში ხო იყო და პლუს 7 დღე. 19 სექტემბერს მოვიდა. 19 სექტემბერში, 19 სექტემბერი ისევ პარასკევია. 19 სექტემბრის შემდეგ გაკვეთილი უწევდა 21-ში და 22-ში. 21-ში ნიამინაძე იყო ქორწილში. 22-ში მე მეგონა რომ მოვიდა. იმიტომ რომ იქ ჩატში კითხულობს ალგებრა გვაქვს თუ გეომეტრია, გიგას ეკითხება და სასამართლო პროცესზე მამამ თქვა რომ 21-ში რო იყო ქორწილში ვიცოდით, ეს მართლა ოჯახისგან გაითავისუფლა თავი, 14 და 15-ში ოჯახი არაფერში არ თვითონ გააცდინა. ოჯახმა რა ვიცი არ ვიცოდითო და რა ვიცი მოკლედ ერთ სიტყვით ეგ აღარ მადარდეს მე ჩემ რიცხვებს გავყვები და 21-ში და 22-ში რომ გააცდინაო ჩვენ ეს სასამართლო პროცესით გამამამ ჩვენ ეს ვიცოდით და ბავშვი იყო ჩემთან და ქორწილში ანუ მე მეგონა რომ 22-შიც იყო მაგრამ ამ დროს არ იყო ამ დროს მამის ჩვენებით არ იყო ანუ თქვენ ამბობთ რომ ის მომენტი რომელზეც ეფუძნება ხო ეს რაღაცა ის რომ მარტო დარჩენის დროს რაღაცა უსიამოვნო არასწორი კომუნიკაცია იყო ეს საერთოდ არ მომხდარა ჯერ სტანდარტულ გაკვეთილებს ვიტყვი და მაგასაც ვიტყვი ვერ მოხდენის პრაქტიკას ეხლა სახლა სასამართლო პროცესზე უნდა მტკიცებოდეს მაგრამ სად გაიქცევა რაც უნდა მოიგონოს ახლა მისმა ადვოკატმა და მისმა ოჯახმა ამ რიცხვებს სად გაიქცევა ჯერ სტანდარტულ გაკვეთილებს გავყვეთ რა 26 სექტემბერს დაგეგმილია მკვლელობა ოფიციალურად გაბაშვილის ტელეფონში 26 სექტემბრი თარიღდება სკრინები გიგასი ეხლა ნახოთ იყო 12 სექტემბერს, იყო 19 სექტემბერს, შემდეგ 21-22 აღარ იყო და მომდევნო გაკვეთილი უკვე უწევდა 26-ში. ისევ პარასკევს. და 26-ში უკვე ნიამინაძე გაკვეთილზე აღარ მოვიდა და იგეგმა მკვლელობა. და მე შემდეგი გაკვეთილი იყო 28-ში და 28 და 29-ის თემა არის ძალიან სერიოზული თემა. მაგრამ მოდი ჯერ რო ვერ აღდგა ის თქვა. 28 და 29 სერიოზული დღეებია და თუ რო გვიქნება, ამასაც ვიტყვით რომ მე ამას მე სხვაგან გავაგრძელებ კიდევ და რატომ ვერ აღადგინა გიგამ? მაგრამ 26 სექტემბერს დაიგეგმა გავიგეთ. გაგების დონეზე გავიგეთ 14 და 15-ში ვერ მოვიდა, მაგრამ მთელი ვაგაკვეთილი იყო აღსადგენი და იქნება იბარებდა და იბარებდა. გიგა რა იცის ეკანონდეს ლაპარაკობს. 15 სექტემბერს 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე გიგას ყავდა მხოლოდ მე-11 კლასების სააბიტურიენტო ჯგუფები. 15 სექტემბრიდან გიგამ დაიწყო გაკვეთილები ყველა მოსწავლისთან. 15 სექტემბრის შემდეგ 3 საათზე რომ იწყებდა გიგა გაკვეთილებს, ამთავრებდა 10 საათზე ან 10-ის ნახევარზე. ისე რომ მოსწავლეს კამიდა რომ დგებოდა, იქ მეორე ჯდებოდა. ერთ წუთიანი შესვენებაც არ გქონდა. რაც არ უნდა მომხდარიყო გიგა გაკვეთილიდან არ გავიდოდა არც წყლისთვის, არც საპირბა არაფრისთვის. გიგა პატიოსნად მუშაობდა და მე მაგალითად ჯერმა გავსულიყავი და გიგა არ გადიოდა გაკვეთილი ერთი ჯგუფი რო იშლება და მეორე ჯგუფი რო ჯდება ბავშვების მოწესრიგებაში და წიგნების დალაგებაში დალებდა გიგა წყალს და თეორიულად 15 სექტემბრის შემდეგ გიგა გაკვეთის ვერ აღადგენდა. თეორიის მიღმა დაშვებით დაუშვათ რომ დაუშვათ და 3 საათზე თუ იწყებდა გიგა ხო მომზადებს იქ ადვოკატი. პირველ საათზე მაშინ მე სკოლის ჟურნალს გადმოვიღებ, რომელ დღეს უწერია ბავშვს არა, რომელ დღეს არ უწერია და პირველ საათს აღარ ჩავშლი, იმიტომ რომ ყველა დღეს ან ზავიცი ზეპირად. ზეპირად ვიცი ყველა დღეს პირველ საათზე სად იყო ნიამინაძე. კი ბატონო, ქალთუნეკა ერთ ნაწილზე 28 და 29 ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან შეგაწუხეთ, მაგრამ ერთ სამას ვიტყვი. ძალიან მაშინ ერთ კითხვას ბოლოსკენ დაგიშვა თუ ხო, და მე ვიტყვი და 29 სალაპარაკოს მეტი რა არის 6 თუ გვაქვს დრო.
აი ჩემი კითხვა არის რთული და კიდე ბოდიში უნდა გითხრათ, მაგრამ აი ეგეთი კითხვა მაქვს. ეხლა მორალურ ნაწილზე ჩვენ ვილაპარაკეთ და გასაგებია ყველაფერი. მე არ მჯერა რომ ვიღაცამ შეიძლება არ იცოდეს ეს ჯგუფი ამაყობდა ძალიან იმით, რასაც აკეთებდა, ხო? ამაყობს 7 ოქტომბერს და შესაბამისად მათთვის მიმართვა გასაგებიანი. თუნდაც მართალი ყოფილიყო, ოღონდ გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ ამ ნაწილში. მაგრამ ეს მტკიცებულებები აი ისევ სამართლებრივ ნაწილში რომ დავუბრუნდეთ. აი წაქეზე რთული სამტკიცებელია. მორალურ ნაწილში დამტკიცებული. არ არის სამართლებრივად რთული, იმიტომ რომ საქმე გაჯერებულია მყარი, ნოყიერი მტკიცებულებებით. პირდაპირ თუ ირები. ანუ არის კიდე ბევრი რამ ისეთი, რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, ხო? ამის შესახებ. ეხლა ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვით. იმიტომ კი არა, ეკაკბათაც არაფერი არის. აი, არის. მაშინ მოტივი რა იყო? აი, ხა ჩვენ რასაც აღწერთ. ზუსტად, გენაცვალეთ. მოტივი იყო ის, რომ ნია იმ ნაძისთვის სწავლის, ხო შეხედეთ გიგამ რა, ნახოთ როგორი მომზადებული მოვა. ხო თქვენ წაიგითხეთ ბატონო ირაკლი და სწორედ ეს იყო, რომ მისთვის სწავლის მოთხოვნა დამრიგებლისას, რაც დამრიგებელმა თქვა სასამართლო პროცესზე. რეაქცია იმაზე, რომ მას თხოვდნენ სწავლას. ეს იყო მისთვის დისკომფორტი და ამ ზონი და გაბოსლა უნდა და დამრიგებელმა თავად თქვა, რომ არ დადიოდა თქვენთან, ხო? არა, რო აღარებლა სკოლაში. ეგ კი არა და იცით როგორ არის ახლა ეგ ცოტა ვცილად გასაშლელია. აი მაგალითად მე რომ დედას დაურეკე და დედამ რომ მკითხა დედას გაუკვირდა ბავშვი ჩვენთან ეგონა და მე 3 წუთი ველაპარაკე ჩვენ გვინდა კიდე მან ქართულზე და ინგლისურზე ვიაროთ თურმე რა კარგი მასწავლებლები ყოლია თუ ხა იმას ყველაფერს თქმა შეუძლია და არ თქვა ამას ვერც ვერ დამამტკიცებ იმიტომ რომ მტკიცებული არ არის 3 წუთი ეხლა მოდით ეს თქვათ მაგის დამტკიცება მინდოდა მაგრამ მოდით ეს თქვათ თუ ბავშვმა ფაქტია 26-ში დაიგეგმა მკვლელობა 26-ში დაიგეგმა მოტივი გვინდოდა ჩვენ რა ქონდა მოტივი მაგრამ ჯერ დედის ნაწილი უნდა გავიარო რა მაპატიეთ დაუშვა დედამ იფიქრა რომ ეს არ არის მარტივი ბრალდება რომ თითქოს მასწავლებელი რაღაცა ზალადობს და მასწავლებელი ჩიქს ვერ მოუწყებს პირობითად და მოდი ასე ვთქვათ რომ დედამ დავურეკე დედას იქ მე უკვე აღარა ვარ ვიღაცა ცენტრის დირექტორი და ვიღაცა ვინმე დედამ დავურეკე დედას ჩემი შვილი მიშვის ავიწროებდა 26 სექტემბერი არის ზღვარი წყალგამყოფი იმიტომ რომ 26 სექტემბერს ზუსტად კლუბა დაიგეგმა და თუ კი დედას ამ ბავშვმა მანამდე უთხრა დედა მე მაინც არ მეტყოდა თუ არ მითხრა დედამ იმ დედას დედებო უნდა ჩამოვართო კუნტროში დედობა არ არის ჩემთვისაც მორალურად თავი არგუმენტი თუ მაქცოდნე მამობაში მე არ მიცამწუწე მეთქაზლებარგეთ მე არ მითხრა არ უთხრა არ იმოქმედა და თუ კიდე განმეორდება შვილო მე ვასწავლ იქნება და ის კიდე არის საბედისწერო ვიცით ვინმე და გლის ხახაში აგდებ და ჩამოართვა მშობლობა ეგ ნაწილი ყველაზე პრობლემური არის ამ ნარატივში ეს მე გაჩენილი ამბავი არავის არ უთქვა ერთი წუთი დაგვრჩა აი 45 წუთი გავიდა უკვე მგონი და მნიშვნელოვანია ამ ყველა თემაზე რაც ვლაპარაკობთ კიდევ ერთხელ ჩვენ ხშირად გვიქნება ამაზე ლაპარაკი შესაძლებლობა დროში ველოდებით მომავალ 6 თვეში ხო ამ ყველაფერს და თქვენ განაგრძობთ შემდგომ უკვე ვინც ჩაფარცხვასცა და ვინც გაფუჭებასა და საქმის მათაც ექიმებსაც მანამდე ერთ წუთში ვიტყვი საზოგადოებრივ იმდენად დავალებული ვარ რომ მე აუცილებლად ექიმებზე ვიბრძოლებ ერთ წუთში დავამთავრებ მაგრამ ბრძოლა იქნება ეტაპობრივად მე ქრონოლოგიურად მიწევ მაქვს სამიზნეები დამიგვიანდება პერსონალთან მე პერსონალთან ბრძოლა და გაფრთხილებთ საქვეყნო ბოდიშს მოვიხდი მორალურ ზიანსაც გადავიხდი თუ კი მადანაშაული არ დაუმტკიცებად მაგრამ თუ კი თქვენს პაციენტს თუნდაც 10%-იანი სიცოცხლის შანსი აქვს არ ვერ გადარჩება მოერიდეთ ექიმ ნიკა ზირაქაშვილს მოერიდეთ ნეიროქირურგ მადონ ახობაძეს და მოერიდეთ ანესთეზიოლოგ ოქროპირიძე ლევანს მოერიდეთ თქვენი პაციენტის სიცოცხლის შანსი თუ კი არის ჩემთვის არ ქონა სიცოცხლის შანსი არ ქონა მაგრამ ქონოდა არ უნდა ამნო პაციენტს და შანსი არ უნდა დაუკარგო მოარიდეთ თქვენთან ვარში ვარ იმიტომ გაფრთხილებთ ბოდიში რო გაწყვეტინებთ ძალიან თავი განცხადება გავაკეთე ბოდიში თქვენს ტელევიზიას ბოდიში რო გაწყვეტინებთ პირიქით ბევრი კითხვა არის კიდე და იმედია მომავალშიც მოგვეცემ ამაზე ბოდიშს გიხდით კიდე ამ კითხვებისთვის უბრალოდ ეს საჭირო არ იყო დასმულიყო ეგა კუპატაძე იყო ჩვენთან ერთად გიგა ავალიანის დედა მასწავლებელი ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულებულია რამდენიმე წუთში დაიწყება ფორუმის საინფორმაციო გამოშვება ჩვენ ამ თემას ბუნებრივია გავყვებით ბოლომდე ეს სისტემური თემა არის ნამდვილად სისტემური საქმეა და ბევრი შრი არის რომელსაც ჭირდება დამატებით გამოწვევა. დარჩით ფორუმას.